ტრავმის უცნობი მხარე თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, რაზეც იშვიათად საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია. ვიწრო ფსიქოლოგების წრეში და ურთიერთობაში მსმენია და ეხა გამახსენდა ეს აქტიურად ეს საკითხი, მაგრამ ინტერნეტში არ მინახავს, რომ ეს დევს სადმე. მოკლედ ვითარება არის ასეთი, რომ ჩვენ ადამიანები გარკვეულწილად რაღაც დოზით ყველა და ზოგი მეტად და ზოგი ცოტა ნაკლებად ვართ ასე ვთქვათ ტელეპათები რა, ამაში მისტიკას არ გულისხმობ. უბრალოდ ურთიერთობის დროს ჩვენ ერთმანეთს ვგრძნობთ და ბევრი რამ არის, რაც არ ითქმის, არ თქმულა ურთიერთობაში, მაგრამ კონტაქტის დროს შეიგრძნობა. ამიტომაც მაგალითად ფსიქოთერაპიაში არის დაუწერელი კანონი, რომ თუ თერაპევტს რაიმე დასამალი აქვს თავის კლიენტთან, იქ თერაპია არ შედგება, ვერ შედგება. ამიტომაც სასურველია ხოლმე, რომ თერაპევტი იყოს უცხო ადამიანი კლიენტისთვის, კლიენტიც უცხო ადამიანი თერაპევტისთვის და აი აქ არის კარგი ველი და კარგი გარემო იმისთვის, რომ თერაპიული ურთიერთობა შედგეს. და ეს არ არის კაპრიზი. რატო არ შეიძლება რომ თერაპევტი იყოს მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების და ნათესავების თერაპევტი? იმიტომ რომ, როდესაც ურთიერთობა არსებობს, ახლო ურთიერთობა, იქ, როგორ გითხრა, ინტერესი არსებობს ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ქონისა. და ეს ინფორმაცია თან ურთიერთობიდან გამომდინარე ადამიანებს ეხებათ. აი მაგალითად, ხო, ჩემი მეგობრებს ეხებათ გარკვეულწილად ჩემი პირადი ცხოვრება. ანუ მე პირად ცხოვრებაში თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ან კარგ ხასიათზე ვარ და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია მათ თუ არ მივაწოდე, ხო, რაღაცნაირად ურთიერთობაში ჰაერში არიან გამოკიდებული. მაგალითად, რაღაცაზე ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემ მეგობართან ვარ და არ ვეუბნები რატო. ეს მისთვის საწყენია. რა თქმა უნდა, შეუძლია დამიტოვოს სივრცე, რომ კაი თუ არ გინდა რომ მითხრა, არ მითხრა. მაგრამ თუ ამას ხშირად ვაკეთებ, რომ რაღაც განწყობა მაქვს, რასაც ჩემი მეგობარი გძნობს და ვმალავ მისგან, ხო? ეს მისთვის საწყენია. მეორე ხო თუ უცხოა ადამიანი და მე მისი თერაპევტი ვარ, აი ამ უცხო ველში და უცხო გარემოში, მას ასე ვთქვათ, მოთხოვნილება, სურვილი და ინტერესი, რომ აუცილებლად იცოდეს ეხა ჩემში რა ხდება, არ აქვს. იმიტომ რომ უცხო ადამიანი ვარ. ეხა ქუჩაში შემინიშნავს ადამიანები, ვინც ცუდად არიან, ან კარგად არიან და ასე შემდეგ და რაღაცაერთ გულზე არ მხვდება თუ არაფერს მიზიარებენ, ხო? ეს ერთი მხარეა. ეხა კიდევ რა არის აქ? აი ტრავმა მაგალითად, რომელიც ადამიანმა მიიღო ცხოვრებაში. ყველა ვიღებთ გარკვეულწილად რაღაც ტრავმებს, მაგრამ არსებობს რაღაცა ტრავმები, რომელიც ადამიანში სირცხვილს შებოჭვას, გულის ტკივილს, 1000 რამეს იწვევს, ხო? და ამის გაზიარება ადამიანებთან, ვისთანაც არის ურთიერთობა, არის ძალიან, როგორ გითხრათ, სათუო ამბავი. შეიძლება ადამიანს აქვს რაღაცა მეგობრული, პირადული, კოლეგიალური და ასე შემდეგ ურთიერთობები და სულაც არ უნდა რომ მოყვეს მაგალითად ისეთი ტრავმა, სადაც ის დააბულინგეს ან დაამცირეს, ხო? ამისი სურვილი ახლობლებთან და იმ ადამიანებთან, ვისთანაც ამ ადამიანს აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, იმიჯის, ცუდი სახელით, ცუდი მნიშვნელობით არ ვამბობ ამას. იმიჯის სურვილი, ხო? აი მაგალითად ეხა წარმოიდგინეთ ადამიანი როგორ შეიძლება ამოვარდეს კონტექსტიდან, სამსახურში რომ წავიდეს და დირექტორს ტრავმაზე გაუზიაროს. აი მივიდა და დირექტორს უყვება, რომ იცი, აი ბავშვობაში დამცინეს, ბავშვებმა რაღაც ამაზე დამცინეს, იმაზე დამცინეს, არ ვიცი, პირობითად ტანსაცმელი დამისველეს და მერე დამცინეს. ხო, ამას ეხა და როგორ ამოვარდნილია კონტექსტიდან, ხო, ამას არ იცავს ადამიანი. ეს არის ფიქსირებული განწყობები, ეხა უზნაძისგან ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გადასარევად გრძნობს გარემოს, რომელშიც არის და იქ რა არის სათქმელი, რა არ არის სათქმელი და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ გაგებით რაღაცა საიდუმლოს ადამიანები მით უმეტეს ურთიერთობებში ატარებენ. იქნება პირადული, იქნება მეგობრული, დედაშვილური, მამაშვილური. წარმოიდგინეთ ახლა, როგორ ასევე კონტექსტიდან არის ამოვარდნილი ადამიანი წავიდეს და ახლა თავისი პირადი ცხოვრების დეტალები, ინტიმური დეტალები გააზიაროს, არ ვიცი, მამასთან, დედასთან. ხო, ძალიან ვარდება კონტექსტიდან. ხო, იქ რაღაცა სხვა ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამა და დედა ახლობელი არ არის, როგორ არ არის. ძალიან ახლობელია, მაგრამ ყველა ურთიერთობას აქვს თავისი სცენარი და როლი. ადამიანებს აქვთ როლები. და როდესაც თერაპევტი არის როლი და კლიენტი,
ეს იძლევა თავისუფალ ველს, სადაც ნებისმიერ ამის თქმა შეიძლება, ნებისმიერ ამის გამოხატვა შეიძლება, იმიტომ რომ წინასწარვე შეთანხმება არის, რომ ჩვენ ახლა ვართ კლიენტი თერაპევტის ურთიერთობაში. და ამიტომაც პირობითად არ არის საჭირო პრანჭვა, რაც პირადი ურთიერთობისთვის არის დამახასიათებელი, არ არის საჭირო რაღაც გულახდილობის თავს მოხვება, რაც საჭიროა მაგალითად მეგობრულ ურთიერთობაში, რაღაც გულახდილობა თუ არ არის მეგობართან ვერ იქნება, ხო? და სხვა შორის ადამიანებს გონიათ, რომ თერაპიაზე აუცილებლად გულახდილი უნდა იყოს და არ არის ეგრე. შეგიძლია გულახდილი იყო, მაგრამ თუ არ გაქვს სურვილი, რომ გულახდილი იყო, ეგეც თერაპიაა. თუ შენ არ გაქვს ამის სურვილი და თერაპიაზე დგები და გულს პირიქით ხურავ და არ ხსნი, ხო? ეგეც თერაპიული მოვლენა არის, იმიტომ რომ იქ მნიშვნელოვანი არის, რომ შენ გადაწყვეტილებები მიიღო რასაკეთებ იმ კონტაქტში. ანუ აბსოლუტური თავისუფლება არის, აბსოლუტური მაინც არა, მაგრამ ყველაზე მეტი თავისუფლება, რაც კი შეიძლება იყოს, არის კლიენტი თერაპევტის ურთიერთობა, ხო? ასევე არის ესეთი შემთხვევები, რომ პირადულ ურთიერთობებში არის მაგალითად თუ გაბრაზდა ერთი ადამიანი მეორეზე, რაღაცნაირ ასე ვთქვათ წესში ზის როგორ უნდა გაბრაზდეს და როგორ არ უნდა გაბრაზდეს, ან როგორ უნდა გამოხატოს, როგორ არ უნდა გამოხატოს ეს ბრაზი. მაგალითად ეხლა მე ჩემ შვილებზე რო ბრაზდები, პატარა ასაკისები რო იყვნენ, ხო ძალიან თავს ვიკავებდი ბევრ რამეზე. იმიტომ ვითვალისწინებდი, რომ ეს პატარაა, რა ვიცი, 8 წლის არის, 7-ის არის, 6-ის არის, 1-ის არის. შეუძლია 1 წლის ბავშვს რომ გაგაბრაზოს, ძალიან კარგად შეუძლია ეგ. თუმცა ვითვალისწინებთ ბევრ რამეს და აი თერაპიაზე მაგალითად თუ გაბრაზდი, პირიქით ძალიან კარგია თუ ამას გამოხატავ და იტყვი, რომ აი მე გავბრაზდი რა, აი ამაზე გავბრაზდი, იმაზე გავბრაზდი, თავი ასე ვიგრძენი. და თანასწორი ურთიერთობა არის. და ასე შემდეგ. და ეხლა საით მიყვავს რა შუაშია ტრავმასთან ეს ყველაფერი. რის გამო არის კარგი, რომ ტრავმა მიღებული ადამიანი მივიდეს თერაპიაზე, ეხლა გეტყვით. აი, როდესაც ტრავმას აქვს დიდი დოზა და დიდი მუხტი და არის ან პირადული ურთიერთობა, ან მეგობრული ურთიერთობა, ეს ტრავმა არ ჟღერდება, როგორც უკვე ვთქვი, ხანდახან ჟღერდება, როგორ არა. ადამიანი მეგობრებსაც უზიარებს ზოგჯერ, მაგრამ გააჩნია როგორ უზიარებს. ეგ კიდე ცალკე ამბავია. ამან რაღაც სიტუაციაში შეიძლება გაუზიაროს, შეიძლება არც გაუზიაროს. მე თუ არ გაუზიარა ეგ სცენარი რომ განვიხილოთ. ეს მეგობრები გრძნობენ, რომ ეს რაღაცას ატარებს ეს ადამიანი, რასაც არ აჟღერებს. ეს პირველი ვარიანტია. და სასიამოვნო ეს ურთიერთობაში არ არის. ანუ ჩანს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანს ეს ადამიანი ფარავს. და იქ ახლა კარგი ნიადაგი წარმოიქმნა პროექციებისთვის და ეს მეგობრები შეიძლება ფიქრობენ, რომ ეს მატყუარაა. ან შეიძლება ფიქრობენ, რომ მე მიმალავს რაღაცას, ნახე, გრძნობენ, რომ რაღაცა არის ჰაერში, მაგრამ რა არის არიციან. და შეიძლება 1000 რამ წარმოიდგინონ. ეს ერთი. მეორე ვარიანტი არის, რომ ეს რომ მალავს რაღაცას. და ამას ესენი ტელეპათიურად ბჭყალებში გრძნობენ, განაჟღერდება რამე, მაგრამ გრძნობენ რა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არის, რაც არ თქმულა, ჰაერშია. ეხლა ამას რო გრძნობენ, ეს ძაბავს, იმიტომ რომ ნეტა რა არის, ღმერთმა უწყის რა არის და უცნობი რაც არის, ამის ხო ეშინიათ ადამიანებს. კიდევ არის ვარიანტი, რომ ადამიანი ტრავმირებული რომ არის, ჩახვეული აქვს ტრავმა. და მეგობრებთან ამინდის პროგნოზივით შეიძლება სიცილით, შეიძლება ხუმრობით, შეიძლება ესეთი ზედაპირული ტონალობით ერთი და იგივე ტრავმას ატრიალებს და შეიძლება ესე დადგეს და აი მე რაღაცა 16 წლის რო ვიყავი, ქუჩაში მივდიოდი, ვიღაცა თავს დამესხა და დამარტყა და ამას დაატრიალებს რა, არ ჩერდება. ყოველ შეხვედრაზე, არ ვიცი, ყავას სვამენ, ჩაის სვამენ თუ რას აკეთებენ, ეს ადამიანი ყვება, რომ 16 წლის ასაკში ვიღაცა მივარდა და თავში ჩაარტყა. ხო, მოულოდნელად. მე ძალიან შემეშინდა, სამავთყოფოში დამაწვინეს, შეიძლება ასე ყვებოდეს, მხიარულად. ესეც იცის, ანუ ტრავმის შედეგად შესაძლოა ადამიანი ღეჭავს და ღეჭავს ერთი და იგივე თემას, იმიტომ რეალურად ტრავმული შინაარსი ცდილობს ფსიქიკა რომ გადაამუშაოს. თუმცა მეთოდი გაუცნობიერებელია და უბრალოდ ესე ატრიალებს და აქაც ახლა ველი წარმოიქმნება ისეთი, რომ ეს ხალხი იწყებს, აუ ეს რა ნეგატიური ადამიანია რა. ანუ ყავა ვერ დაგვილევია, რომ ამან ეს თავისის არ მოყვეს, როგორ დაესხა ვიღაცა თავს და აქ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ხალხი ემპათიური არ არის. რაღაც დონეზე შეიძლება ასე, მაგრამ მეორე მხრივ ამ ხალხს არ ევალება, რომ იყვნენ თერაპევტები. ესენი არიან მეგობრულ კონტრაქტში ამასთან და როგორ გითხრა, არ არიან გულისყურით განწყობილები ეხლა რომ ამან ეს თქვას.
და თან ესეც ისე ამბობს, რომ პირიქით აღიზიანებს შეიძლება. იმიტომ რომ ერთი და იგივეს უბრალოდ ღეჭავს და ატრიალებს რა. აქ არ მიდის განმუხტვა იმ შინაარსის, რაც არის გულში. ეს შემდეგი ის, ანუ იმის თქვა მინდა რომ ზოგადად რო გითხათ, ეხა წესივით რაღაცა ეგ კრისტალი ამ ყველაფრის რასაც ვამბობ. ადამიანები, ვისაც ტრავმა გამოუვლია და როგორც უკვე ვთქვი, აბსოლუტური უმრავლესობა ესეა, ხო? სოციალურ ურთიერთობებში შესვლის დროს, რო წარმოიდგინოთ, აი თითქოს ესეა, რომ მე და შენ კი არ ვართ კონტაქტში. მე შენ და ჩემი ტრავმა ვართ კონტაქტში. მე შენ გესაუბრები და თან გვერდით ფარდასავით ესე ტრავმა არის ჩამოფარებული. და იქიდანაც ეხა იმ ადამიანსაც ხო აქვს ტრავმული გამოცდილებები. და ორი ფარდა არის ეხლა უკან, შეიძლება სამია, შეიძლება ბევრი ტრავმა არის. ანუ ტრავმის დამუშავებისკენ ყველას მოგიწოდებთ რა. კარგია, თუ შენ შეიგრძნობ, რომ რაღაც ტრავმა განიცადე და ეს ადამიანი თვითონ იცის, გარედან ვერავინ ეტყვის, ჯობს რომ მიხვიდე თერაპიაზე და დაცულ გარემოში ეგ დაამუშაო. იმიტომ რომ ურთიერთობებში პირდაპირი სახით უშლის ეს ხელს. მე მაგალითად ჩემი საკუთარი ტრავმა რაც აი დიდი ხნა 30 წელს რო გადავწდი, მერე დავამუშავე. მერე საერთოდ აღვიქვი რომ მქონდა, იქამდე არც ვიცოდი რომ მქონდა. თან არ გამემტყუნება, იმიტომ რომ ისეთ ასაკში მოხდა ეს ტრავმა, რომ არც მახსოვდა, ფიზიკურად არ მახსოვს, მაგრამ ჩემი სხეულის მეხსიერებით მახსოვდა. და ყველა ურთიერთობაში ყოფდა თავს, აბსოლუტურად ყველგან. მეგობარი, პირადული, არ ვიცი სამსახურეობრივი, აი როგორც კი ურთიერთობას განვიცდიდი, რომ აი ადამიანთან რაღაც კავშირი დავამყარე რა. ფსიქოემოციურად ეგრევე მოდიოდა ეს შიშის სახით და სულ მიკვირდა რომ აი რის გამო მეშინია ახლა ამის აი რა ხდება მსგავსი მე არაფერი გამომიცდია და მე აი სადღაც 27-28 წლის ასაკში კრიზისი შემემთხვა ფსიქოლოგიური კრიზისი და მაგ კრიზისის დროს ძალიან აი ტრავმის რეაქციები და ისინი მომცა ძალიან დიდი და მე ნელ-ნელა დავამუშავე ეგ ტრავმა და მივხვდი რომ ფაქტიურად ამ ტრავმის ენაზე ვსაუბრობდი ისე რომ ვერც ვაცნობიერებდი ამას. ამიტომ ღირს თუ განგიცდიათ რაიმე დიდი ტრავმა ცხოვრებაში, ან გინდაც პატარა, რა მნიშვნელობა აქვს, ხო რა როგორია, რომ მისცეთ თქვენ თავს უფლება იმის, რომ ეს დამუშავდეს თერაპიულად. და მერე პიროვნული ურთიერთობები დაამყაროთ და არა რა თქმა უნდა ის ურთიერთობებიც ძალიან ძვირფასია, ნებისმიერ შემთხვევაში მე ძალიან ვაფასებ ადამიანების ურთიერთობებს, რომც ტრავმული ესე ფარდას რო შევადარე, ტრავმა იყოს წინ გადაფარებული, მაინც ადამიანები სადღაც რაღაც ნაწილში ერთმანეთს ხედავენ, თორე ურთიერთობა არ ექნებოდათ. მაგრამ ამ ფარდის კარგად გადაწევა ჯობია. და რა ვიცი, ხე ჩვენთან საქართველოში დიდი კულტურა ამის არ არის, რომ ვინმე თერაპიაზე მივიდეს, უფრო ითვლება, რომ აი რა კედელს თუ დაარტყა თავი უკვე და ძალიან ცუდად თუ გახდა, აი როგორღაც მე შეიძლება 1-2 თერაპიაზე მოვიდეს. და მეორე მხრივ ის სირთულეც არის, რომ თერაპია ძვირი სიამოვნებაა საკმაოდ და ბევრი ადამიანი ამის გამოც ვერ მოდის და უფასო პროგრამები თითქმის არ არის, ძალიან ცოტა არის სამწუხარო რეალობაა. მთლად ეხა თერაპიას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ პარასკევს 8 საათზე ჩვენ ფსიქოშემეცნებითი შეკრებები გვაქვს, ღია საუბრები ქვია, სადაც თერაპია არ არის ეს და არ ტარდება ესე პირდაპირ სახით თერაპია, მაგრამ ვიკრიბებით ადამიანები და დაცულ კონფიდენციალურ და ღია გარემოში უბრალოდ გულახდილად საუბრობთ და ეს თერაპიული ეფექტის მომხდენი არის. და თან ჯგუფს აქვს საკმაოდ დიდი შინაარსების დატევის ძალა, განსაკუთრებით ტრავმულის, იმიტომ რომ ბევრია ადამიანი. ნახეთ ახლა ტრავმის პრობლემა რაშია. ტრავმა არის რაღაც ძალიან დიდი ზეწოლა, რომელიც ერთმა ადამიანმა განიცადა. ანუ ერთ სხეულში და ერთ ფსიქიკაში ჩავიდა რაღაც დიდი ზეწოლა გარემოდან, ხო, მოულოდნელი დიდი ალბათობით. დიდი დარტყმა, რომელიც მიიღო. და როდესაც ამ დარტყმაზე საუბრობს ადამიანი და აჟღერებს ამას და ბევრი ადამიანი ისმენს, ჩვენ ერთმანეთს ამას უნაწილებთ. და აი შეიძლება მაგალითად ის ერთი დიდი ავიღოთ ძალიან დიდიც რო წარმოვიდგინოთ, რაიმე კატასტროფული ტრავმა რაც ადამიანს მიადგა, ეხლა უკვე როცა აზიარებს დაცულ გარემოში, შეიძლება 20 ადამიანის სხეულზეა გადანაწილებული და 20 ადამიანის ფსიქიკაზე. და კი, ჩვენ ეს ერთიანობით და ერთად ყოფნით, ბევრად მეტი საწევა შეგვიძლია. წონასავით არის ეს. აი შეიძლება რაღაც სიმძიმეს ერთი ადამიანი ვერ წევდეს, მაგრამ თუ 20 კაცი მივა, ისინი აწევენ, ხო? ზუსტად ასე მუშაობს ესეც. ამიტომაც უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენ რო არის, ხა ამას არ მინდა შევადარო ღია საუბრები, იმიტომ რომ ღია საუბრები საინტერესო
შემეცნებითი პროექტია. რა თქმა უნდა, უბრალოდ არ არის ეს კლასიკური გაგებით თერაპია და ვისაც მართლა საჭიროება აქვს უკვე, წვავეთ, შეუძლია დამიკავშირდეს და თერაპევტს მივასწავლი. რაღაც უფასო პროგრამებიც ვიცი, რომ იცოდეთ, ვინც გრძნობთ, რომ ტრაუმა თქვენ ცხოვრებაში აქტიურად არის მოცემული და ურთიერთობებს უშლის ხოლმე მაგრად ხელს, დამიკავშირდით და გადაგამისამართებთ სპეციალურ ნამდვილ თერაპიულ ჯგუფებიც არის და ინდივიდუალური თერაპიებიც არის, რომელზეც შემიძლია დაგაკავშიროთ უფასოთაც ვიცი ეგეთი პროგრამები. ხოლო ღია საუბრებზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და გააზიაროთ რაღაცეები, თუ სურვილი გექნებათ, იმიტომ რომ მე ხშირად მინახავს, ეგ უკვე 2 წელია ტარდება, რამხელა თერაპიული ეფექტის მქონე არის ხოლმე, ზოგჯერ. თავისთავად ასე ხდება. აი ამის თქვა მინდოდა, რომ შევაჯამო, რომ ტრაუმა ურთიერთობებს უშლის ხოლმე ხელს. ადამიანები დღეს ისედაც იზოლაციით ბევრი იტანჯება და მარტოსულობით და შესაძლოა მარტო იმიტომ არ არის ეს, რომ გარემო არ ვარგა, შეიძლება იმიტომაც არის, რომ ტრაუმა გაქვს დასამუშავებელი. და მეორე მხრივ ის, რომ ნებისმიერი ძალიან დიდი ტრაუმაც რო იყოს, თერაპიას აქვს გამოსავლები ბევრი. განსაკუთრებით ჯგუფის თერაპიას აქვს დიდი ძალა, და ბევრი ხალხი არის ხოლმე. და კიდევ ის, რომ ეს ტრაუმული შინაარსები ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ადამიანს შეემთხვა და მეორეს მხრივ, ეგ ძალიან დიდი მუხტი და გამოცდილება, რომელსაც ადამიანი ნელ-ნელა ლახავს, მერე იძლევა უდიდეს საყრდენს და ასევე არის ჩვენი კრეატიული შთაგონების წყარო. ანუ ყველა მედალს აქვს ორი მხარე, როცა რაღაცა ძალიან დიდი შეემთხვა ადამიანს. თავარია არ გადასძალოს იმ განცდამ, რომ გამოუვალია ეს და ამას აღარ ეშველება, როგორ არა. გამოსავალი არსებობს და როდესაც გამოდის მაქედან ეს ნეგატიური თავგადასავალი თუ რაც გინდა დაარქვით, ნახეთ უკვე სხვა სიტყვა გამოვიყენე გამოსვლის მერე. ეს მერე იძლევა ძალიან დიდ ძალას და საყრდენს. ასე რომ ესე მუშაობს ეს ყველაფერი და ეს მინდოდა ტრაუმაზე მეთქვა. იმიტომ ბევრ რაღაცას ლაპარაკობენ ხოლმე ტრაუმებზე, რომ აი ეს როგორ მოქმედებს ადამიანზე ცუდად, როგორ პატერნებში კეტავს და ასე შემდეგ და ის რომ ურთიერთობაში ფარდასავით ეფარება, ეს არ შემხვედრია. და ეხლა მე თვითონ გამახსენდა და ჩაგიწერეთ ეს ვიდეო მოკლედ. ეს მინდოდა მეთქვა. აბა დროებით.